რა არის ანონიმ ემოციონალები? დახმარების პროგრამა, რომელიც შექმნილია დაეხმაროს ემოციური სირთულების მქონე ადამიანებს იცხოვრონ მეტად მართვადი ცხოვრებით. ანონიმური ემოციონალები არის 12 ნაბიჯის პროგრამა, რომელიც შექმნილია ანონიმური ალკოჰოლიკების მიხედვით. შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს ემოციური წონასწორობის პონაში ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველა ასაკისა და წარმომავლობის ადამიანები იკრიბებიან, რათა გაუზიარონ პირადი გამოცდილება და ისწავლონ გონების სიმშვიდე 12 ნაბიჯის მეშვეობით. 12 ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი. ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი უძლურება ემოციების წინაშე. ვაღიარეთ, რომ ჩვენი ცხოვრება გახდა უმართავი. მეორე ნაბიჯი. ვირწმუნეთ, რომ მხოლოდ ძალას უფრო ძლევამოსილს ვიდრე საკუთარია შეუძლია დაგვიბრუნოს საღა დაზროვნების უნარი. მესამე ნაბიჯი. მივიღეთ გადაწყვეტილება გადაგვეცა ჩვენი ნება და ცხოვრება ღმერთისათვის, როგორც ჩვენ გვესმოდა მისი. მეოთხე ნაბიჯი. ღრმად და უშიშრად შევისწავლეთ საკუთარი თავის ზნეობრივი თვალსაზრისით. მეხუთე ნაბიჯი. ვაღიარეთ ღმერთის, საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების წინაშე ჩვენი შეცდომების ჭეშმარიტი ბუნება. მეექვსე ნაბიჯი. სრულიად მოვემზადეთ იმისთვის, რომ ღმერთს მოეცილებინა ჩვენი ხასიათის დეფექტები. მეშვიდე ნაბიჯი. მორჩილად ვთხოვდით მას, რომ მოეცილებინა ჩვენი ნაკლოვანებები. მერვე ნაბიჯი. შევადგინეთ ყველა იმ ხალხის სია, ვისაც მივაყენეთ ზიანი და აღვივსეთ სურვილით აგვენაზღაურებინა მათთვის დანაკარგი. მეცხრე ნაბიჯი. პირადად უნაზღაურებდით ამ ხალხს დანაკარგს, სადაც კი შესაძლებელი იყო. იმ შემთხვევების გარდა, როცა ამას შეეძლო ევნო მათთვის ან სხვა ვინმესთვის. მეათე ნაბიჯი. ვაგრძელებდით თვითანალიზს და როცა უშვებდით შეცდომებს, უცებ ვაღიარებდით მას. მე-11 ნაბიჯი. ლოცვისა და მედიტაციის საშუალებით ვცდილობდით გაგვემჯობესებინა ცნობიერი კონტაქტი ღმერთთან, როგორც ჩვენ გვესმოდა მისი. ვლოცულობდით, რომ გაგვეგო მისი ნება, რომელიც უნდა აგვესრულებინა და ვითხოვდით ძალას ამისათვის. მე-12 ნაბიჯი. მივაღწიეთ რა სულიერ გამოღვიძება, სადაც მიგვიყვანა ამ ნაბიჯებმა, ვცდილობდით მიგვეტანა ჩვენი იდეების აზრი სხვა ადამიანებამდე და გამოგვეყენებინა ეს პრინციპები ყველა ჩვენს საქმეში. ანონიმური ემოციონალების ჯგუფში გაწევრიანების საერთო სირთულის მიზეზები. გადაჭარბებული ბრაზი, წყენა, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, დანაშაულის გრძნობა, წუხარება, შფოთვა, აკვიატებული ნეგატიური აზროვნება, პანიკა, ფობიები, კომპულსიური ქცევები. რატომ ანონიმურობა? ანონიმურობის დაპირება წევრებს აძლევს თავისუფლებას გააზიარონ რეალური აზრები და გრძნობები შეხვედრებზე, რადგან იქნათქვამი არ გავა ჯგუფის გარეთ. არის თუ არა შეხვედრები პროფესიული დახმარების შემცვლელი? არა. ანონიმური ემოციონალების შეხვედრები შეიძლება იყოს შესანიშნავი რესურსი პროფესიული დახმარების მიღმა. ანონიმური ემოციონალები არ არის სამედიცინო ან ფსიქიატრიული მომსახურება და არც პერსონალურ ან ოჯახურ კონსულტაციას არ უწევს მონაწილეებს. რას უნდა ველოდოთ შეხვედრაზე? შეხვედრები იმართება ყოველკვირეულად. არც ერთი ადამიანი, არც ერთ შეხვედრაზე არ არის ხელმძღვანელი. სანდო მსახური იმ კონკრეტულ შეხვედრას ან შეხვედრების სერიას წარმართავს. სთხოვს წევრებს წაიკითხონ ან გააზიარონ, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველას ჰქონდეს საუბრის შესაძლებლობა და შეხვედრა წარიმართოს გეგმიურად. შეხვედრები არ არის პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ ის არის, რათა გააზიაროთ აზრები და გრძნობები იმ საკითხებთან ან თემებთან დაკავშირებით, რომლებიც გაწუხებთ. რაც შეეხება რელიგიას. ყველა ანონიმური პროგრამა ეფუძნება სულიერებას და არა რელიგიას. ანონიმური ემოციონალებიც არაფრით განსხვავდება. აქცენტი კეთდება უმაღლესი ძალის პოვნაზე, რომელსაც უნდა მივმართოთ სიძლიერისთვის ისე, როგორც ეს შეიძლება ნიშნავდეს თითოეული ცალკეული ადამიანისთვის. დასწრება ფასიანია? მიუხედავად იმისა, რომ არ არის ფიქსირებული ღირებულება ან გადასახადი ჩვენი შეხვედრებისთვის, ისინი, ვინც ესწრებიან და შეუძლიათ წვლილი შეიტანონ, შეუძლიათ ამის გაკეთება იმ დონეზე, რამდენადაც მათ აქვთ ამის რესურსი და სურვილი. მას შემდეგ, რაც ეს პროგრამა დაარსდა 1971 წელს, დაეხმარა ათასობით ადამიანს. დღეს შეხვედრების ნახვა შეგიძლიათ შეერთებული შტატების ყველა შტატში და მსოფლიოს 34 ქვეყანაში.